გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთი გიორგი კინწურაშვილთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი ამბების საინფორმაციო გამოშვება. რუბრიკაში უცნობი ისტორიები. სოხუმელ მანუალურ თერაპევტს აფხაზეთის ომის ვეტერანს გოჩა ბერულავას შეხვდებით. შვილებს ველაპარაკ. მიამბე აფხაზეთზე. კომპოზიტორ დათო ევგენიძის მოგონებები აფხაზეთზე. 27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე აღინიშნა. საქართველოს კონსტიტუციით აფხაზური მეორე სახელმწიფო ენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზურ ენას ქართულთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს მის დაცვაზე, რათა კიდევ უფრო გამყარდეს და გაფართოვდეს ენის შენარჩუნების და განვითარების შესაძლებლობები. აფხაზური ენა აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში არჩევითი საგნის სახით ისწავლება. ამ სკოლებში ყოველწლიურად 21-27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და მიმდინარე რუსიფიკაციის უკანონო პოლიტიკის პირობებში აფხაზური ენა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს მისი გადარჩენისა და დაცვის, განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. აფხაზური კულტურული იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ენის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძალისხმევა იყოს ერთიანი და მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ამ უნიკალური ენის შესწავლით. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი გამთლიანებულ ევროპულ სახელმწიფოში. ეს პროექტი უკავშირდება საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის დაფუძნებას რუხში, რომელიც მოემსახურება ჩვენ დევნილ საზოგადოებას და საზოგადოებას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე ადგილობრივ საზოგადოებას და გაუწევს მრავალმხრივ კონსულტაციას სხვადასხვა მიმართულებით. მინდა ასევე გამოვიყენოს შესაძლებლობა და მადლობა გადაუხადო USAID-ის აი ამ მხარდაჭერისთვის. USAID-ის პროექტის ზრდას და აფხაზეთის მთავრობის თანამშრომლობის შედეგად დღეს გაიხსნა საკონსულტაციო ცენტრი, საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც მოემსახურება ფერმერებს, რომლებიც ცხოვრობენ აქ სოფელ რუხში და ასევე მიმდებარე სოფლებში და ასევე ფერმერებისთვისაც არის ხელმისაწვდომი, რომლებიც გადმოდიან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან გალის მხრიდან და ისარგებლებენ ასევე იმ სერვისებიდან მომსახურებით, რომელსაც შესთავაზებს ეს ცენტრი მათ. ეკონომიკური სერვისების მიწოდების ფუნქციებში შედის ისეთი საკითხებიც, როგორც მიწის ანალიზის გაკეთება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უმრავლესი ეს პირები დაკავებული არიან სოფლის მეურნეობის დარგში. აგრეთვე იქნება სხვა მიმართულებებიც, კერძოდ მოგესწრებათ, რომ არის გარკვეული დეფიციტი ინფორმაცია დევნილებს შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სრულფასოვნად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პროგრამებში. ჩვენ იმედოვნებთ, რომ გარკვეულ როლს ითამაშებს დაახლოების და შერიგების პროცესში. გავაფორმეთ ურთიერთთამამშრომლობის მემორანდუმი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული არის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე აფხაზეთის კუთხის მოწყობა, რომლის მთავარი მიზანი არის აფხაზეთის როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის პოპულარიზაცია. სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებული არის ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით მწვანე დიპლომატიის კლუბის შექმნა, რომელშიც გაერთიანებულია
გაერთიანდება ახალგაზრდები მდინარე ენგურის ორივე მხრიდან, რაც ურთიერთობისა და ნდობის აღდგენის კუთხით ერთ-ერთი კიდე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში პირველი პროექტი განვახორციელეთ, რაც მოიცავს ალპინარიუმის მშენებლობას. მცენარეები წარმოდგენილია, რომელიც დამახასიათებელი არის აფხაზეთის ალპურ ზონაში. ჩვენი თანამშრომლების ნაწილი არიან აფხაზეთელები და ეს არის ერთ-ერთი კარგი мотивация იმისა, რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ მომავალში. დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბატონმა ბესარიონმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება შეხვდეს დეპუტატებს და ისაუბროს ყველა იმ აქტუალურ პრობლემაზე, რომელიც დგას ჩვენი დევნილი მოსახლეობის წინაშე და რომლებზეც მუშაობს სააგენტო. ეს არის ორი ძირითადი პრობლემა, მთავარი პრობლემა, რომელიც ეხება განსახლებას, დევნილების განსახლებას. და მეორე საკითხი ეს არის უძრავი ქონების დევნილთა უძრავი ქონების საკითხი, ქონებისა, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომელსაც დღეს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება ოკუპანტის მხრიდან. ჩვენ დიდი ხანია ვაყენებთ საკითხს ამ ქონების რეგისტრაციის შესახებ. ეს არის ძალიან რთული საკითხი, დიდი საკითხი. ეს საკითხი დაყენებულია ჩვენი საქართველოს მთავრობის წინაშე, საქართველოს პარლამენტის წინაშე. ამ საკითხზე მუშაობს აფხაზეთის მთავრობა, ჩვენ ერთად მუშაობთ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მივახცევთ იმას, რომ მოხდეს ამ ქონების არამხოლოდ დეკლარირება და აღრიცხვა, როგორც დღეს მოქმედი სამთავრობო დადგენილება ამას ითვალისწინებს. არამედ მოხდეს რეგისტრაციაც. არის საკითხთა საკმაოდ დიდი ნუსხა, რომელიც ითხოვს ჩვენს ყურადღებას, დევნილები მოგვართავენ ჩვენ, ითხოვენ ჩვენგან პასუხებს და მხარდაჭერა და დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი ქონდა და ვიგრძელით, რომ მხარდაჭერა და ჩვენი საკითხებისადმი, დევნილების საკითხებისადმი ყურადღება იქნება არა მეორე პლანზე, არამედ იქნება წამოწეული ისეთნაირად, რომ შეძლებს დაგვარად ყველა კონკრეტული საკითხი გადაძდეს და სასარგებლოდ არსებული შესაძლებლობების მიხედვით და გაგრძელდება მუშაობა აფხაზეთის ტერიტორიაზე დევნილი და კერძო საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებასთან. დღეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან ჰქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც ზოგადად წარმოვადგინეთ დევნილთა სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები. ასევე ვისაუბრეთ საომავლო გეგმებზე. საბჭოს დეპუტატების მხრიდან გამახვილდა ორ მნიშვნელოვან საკითხზე ყურადღება, ეს არის დევნილების განსახლება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, რესტიტუციის საკითხი. ამ მიმართულებით მივაწოდეთ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია, ასევე შევთანხმდით საომავლო თანამშრომლობაზე და რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ ნებისმიერი დაინტერესებული ხარი და განსაკუთრებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც მთავრობა, ასევე უმაღლესი საბჭო პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული და ერთობლივად შევძლოთ მოკლე ვადაში დევნილებისთვის საჭირო საკითხების გადაჭრა და გადაწყვეტა. ძალიან მნიშვნელოვანი საღამოა საზოგადო მოღვაწე მწერლის ბატონ ჯანო ჯანელიძის გახსენების საღამო. სააგენტოში კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოში ფუნქციონირებს ინიციატივის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მხარს ვუჭერთ მსგავს კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებს და ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი საღამო ძალიან კარგად შედგა. ჩვენს დიდ ორგანიზაციას, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა და რომელსაც უამრავი რჩეული შვილი ყავდა,
ვიტყვი რომ ბატონი ჯანო ჯანელიძე ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე ომახიანი პოეტი იყო. მე იშვიათად მინახავს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ტკივილით კი არ შეგაწუხოს, არამედ ტკივილი უშვენიერეს ლექსად აქციოს და ისე მოვიტანო შენამდე რომ შენს გაგამხნევოს. გამორჩეულად მიყვარდა და ბედნიერი ვარ რომ ჩემი უფროსი მეგობარი იყო და დღევანდელი საღამოც იმის ნიშანია რომ რაც მშვენიერია მარადისობის საკუთრება. დღევანდელი დღე მარადისობის ერთი ლამაზი ფურცელია. ბატონი ჯანო მართლაც შეუდარებელი პიროვნება იყო. ძალიან ძნელია განუყრელი მეგობრის დაკარგვა და მით უმეტეს, როდესაც ის დღეს განსაკუთრებულად გვჭირდებოდა. დღეს არაერთმა გამოსულმა აღნიშნა მისი განსაკუთრებული პუბლიცისტიკა. სწორედ მე დღეს მისი გამოცემის თაობაზე დავაყენე საკითხი. ყველა მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაშინ იმ დროს დასმული საკითხები ასლს გვაძლევს თუნდაც დღევანდელ რეალობიდან გამომდინარე და მეტად აქტუალურია დღევანდელ პირობებშიც. ჯანო ჯანელიძე იყო მართლაც სულიერად პოეტი, მოწოდებით პოეტი, ადამიანობით პოეტი და ეს ძალიან ხელშესახები გახდა დღევანდელ ღონისძიებაზე. როდესაც სოხუმში 1975 წელს ჩამოყალიბდა და შეიქმნა ჟურნალი რიწა, აი იმ თავკაცებში, ვინც ამ ძალიან დიდ ეროვნულ საქმეს ხელმძღვანელობდნენ, ერთ-ერთი მოწინავე ბრძანდებოდა პოეტი ჯანო ჯანელიძე და ბევრმა არ იცის, რომ სახელწოდება რიწა, ჟურნალის სახელწოდება, რომლითაც ის გამოდის უკვე 46 წელია, სწორედ ჯანო ჯანელიძემ დაანათლა და მოხდა ეს როგორ პირველი ლექსი, რომელიც 1975 წელს ჟურნალ რიწაში, მაშინ ჯერ usახელო ჟურნალ რიწაში დაიბეჭდა, გახდათ ჯანო ჯანელიძის ლექსი რიწა და ის თავისი ფერადოვნებით, მხატვრული ხერხებით, გამოსახვის საშუალებებით იმდენად ლამაზი ლექსი იყო, რომ იმ დროის რედკოლეგიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალს დარქმეოდა რიწა. უცნობი ისტორიები. რუბრიკაში გაგაცნობთ უკრაინაში მოღვაწე წარმატებულ მანუალურ თერაპევტს, აფხაზეთის ომის ვეტერან გოჩა ბერულავას. სოხუმის მკვიდრს, რომელიც ხშირად სტუმრობს თბილისს, თუმცა მისი სიყვარული და მონატრება მუდმივად მშობლიურ ქალაქს უკავშირდება. მე ვარ გოჩა ბერულავა, დაბადებული აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში დაბადებული. გავიზარდე სოფელ ბესლეთში, დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა. მთელი ჩემი ცხოვრება იქ იყო, მთელი ბავშვობა გატარებული. სამწუხაროდ მე დაიწყო ეს ომი. 23 წლის ვიყავი, როცა სოხუმი დაეცა. ბოლო წუთებამდე იქ ვიყავი. იქიდან გამოვიდიო და ზემოდან გადმოვხედავდი ჩემ ქალაქს, სადაც ჩემი ბავშვობა მას გატარებული და ჩემი ყმაწვილობა, რომელიც იწვოდა ცეცხლში. მე ყველანი ერთად მოდიოდა ხალხი გადმოვედით სვანეთით, გავიარეთ ის გზა, ის უბედური გზა, დევნილობის შემდეგ დავჭით მე და ჩემი მამა. მე ჩემი ჭრილობების გამო მე დასასრული მექნა უკრაინაში და მაინტერესა მანუალური თერაპია. სადაც არის ის გრძნობა, რომელიც ადამიანისგან გამოდის და შენ გრძნობ თვითონ ადამიანს. დაიხმარებინე, როცა ვხედავ, რომ ადამიანი უკვე ფეხზე დგას და მე ხუტება, მე უნება დიდი მადლობაო, ესაა ჩემი წარმატება. ის მიხარია უფრო. რა საკვირველია, ომამდე ურთიერთობა ჰქონდა აფხაზებთან, ეს გამორიცხავია, როცა ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, ერთ ქალაქში ვიზრდებოდით, გადაკვეთა ჰქონდა, მაგრამ რაღაცა მოხდა ეგეთი, რომ რაღაც ჩაგვიდგა შუაში, რომ ჩვენ დაგვაშორა ერთმანეთს. ის ჰაერი მენატრება, ის ბავშვობაც მენატრება. ჩემი ხალხი მენატრება იქ რომ იყოს. მე ძალიან ხშირად ჩამოდივარ საქართველოში. მაინც თუ არ ემთხვევა ის დღე 27 სექტემბერი, მაინც მივდივარ მემორიალთან და თავს უხრი ჩემ ბიჭებს. ეს უნდა გადაწყდეს როგორმე მშვიდობიანი გზით. ეს გვინდა ჩვენ ყველას გვინდა. გვეყოთ ამდენი სისხლი დაიღვარა, არა აქვს მნიშვნელობა ეს
ჩვენი მხრიდან დაიღვარა, იქიდან მხრიდან დაიღვარა, იქითაც ყავდა ჩვენ ახლობლები, ნათესავები. თავარია ის ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ერთმანეთს დაახლოებს ისევ. ჩვენი ვალია რომ ეს გავაკეთოთ დღეს, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვებს, ჩვენ შვილებს უნდა ვანახოთ ის, რაც ჩვენში იყო. სურვილი ისაა, რომ დავბრუნდეთ ყველა ჩვენს ოჯახებში. ყველა მიამბე აფხაზეთზე ყველაცათვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსი დათო ევგენიძე მოგონებებს აცოცხლებს აფხაზეთზე, რომელსაც 60-ს უწოდებს. ნდობის აღდგენისთვის მეტი ურთიერთობა და პროექტებია საჭირო, აცხადებს ხელოვანი და კულტურათა შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. როცა აფხაზეთს ვიხსენებ ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ სულ მახსოვს. ეს არის შეხება იმ ბავშვობასთან, სადაც ბედნიერებას უფევდა და მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთში სახლი მქონდა, სადაც ყოველ ზაფხულს შემეძლო ზღვას წავსულიყავი, იქ შევივლიდი ხოლმე და მივქროდი აფხაზეთში. ეს იყო აბსოლუტური სამოთხე, არა მარტო მისი ბუნებიდან გამომდინარე და კლიმატიდან, უბრალოდ იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც ვიყავით ხოლმე, როცა იქ ჩავდიოდით. ის თუმარ მასპინძლობა, რაც იქ ხდებოდა, ის საერთო ბედნიერებას არ იყო ბედნიერება დამსვენებელი, არასდროს არ მიგზნია თავი მე აფხაზეთში. ჩავდიოდი ჩემს სახლში, ჩემ მეგობრებთან და ერთმანეთის გაბედნიერებისთვის ცხოვრობდით. და რა თქმა უნდა, უდიდესი ტკივილია, მე ვფიქრობ, რომ ტკივილია ეს განსაცდელი მოგვცა დრომ საერთო განსაცდელი აფხაზებსაც, აფხაზ ძმებს და დებს და ქართველებს ჩვენ ერთნი ვართ. ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. როდესაც ჩემს შვილებს ველაპარაკები აფხაზეთზე, ყოველდღიურად ველაპარაკები, როცა ნამყოფი არ არის ის სიმძაფრე, რაც ჩვენ თაობას აქვს, რა თქმა უნდა მათ არ აქვს. ერთხელ ვიფიქრე ზუსტად ამაზე, სოჩში კინოტავრზე იყო ჩემი წარდგენილი ვიყავი ნომინაციაში და რო ჩავედი იქამდე თუ ჩავდიოდი ეგრეთ წოდებულ სოჩაში რა და მიუხედავად ამისა რომ ვიცოდი რომ ის სოჩია და სულ ცოტა ხნის წინ იყო საქართველო, აი სიმძაფრე ტკივილის რომ ის საქართველო იყო და ეხლა აღარ არის საქართველო, ისე მძაფრად როგორც მაგ აფხაზეთზე არ მქონდა და უცებ შიში მომგვარა ამან, იმიტომ რომ თუ ჩვენი თაობის დროს არ მოხდა ჩვენი ერთმანეთთან დაბრუნება, მერე იგივე არ მოხდეს ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილებისგან, აი იგივე გაგლუება არ მოხდეს ამ გზნობის. და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იგივე განცდა აქვს ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, იმიტომ რომ ჩვენ ერთნი ვართ. და ეს არის რაღაცა ძალების ინსპირირებული კონფლიქტი, რომელიც ჩვენ შორის არ უნდა არსებობდეს. და არც იარსებებს, ესე მგონია. იყო იქ ოჯახები, სადაც ჩვენ ჩავდიოდით და ჩვენი სახლი იყო, ისინი გვიღებდნენ, ჩვენ ერთად მივდიოდით მე ბიჭვინთაში, ლიძავაში, გაგრაში და ერთად ვატარებდით იმ დროს და ეხლა სოფლიო მაქვს მოვლილი და ვერც ნიცა, ვერც კანი, ვერც მონტე-კარლოს მე ვერ შევადრე აფხაზეთს. ეს შევა პირადი გზნობა იყოს როგორც სახლის, მაგრამ ობიექტურადაც როცა უყურებ, მართლა საოცარი ადგილია და საოცარი ადგილია, რომელიც განაპირობებს იმ განწყობას, რომელსაც მხოლოდ სიკეთე და კეთილგანწყობა მოაქვს. აი წარმოუდგენელია ჩახვიდე აფხაზეთში და რამე აგრესიული გზნობა გაგიჩნდეს. არაფერი არ კარნახობს ამისკენ. ყველაფერი კარნახობს რაღაცა მეგობრობაზე, ერთად დროის გატარებაზე. მე მყავდა აფხაზი მეგობრები და მყავს დღესაც, რომლებიც დღეს სოხუმში არიან და ხშირი ურთიერთობა გვაქვს ტელეფონითაც. ერთმანეთს ჩამოსულანაკ შევხვედრივართ ერთმანეთს, ერთ საერთოდ კიბოზე გვილაპარაკია და გვიტერია. ძალიან მენატრება ხოლმე, სანაპიროზე იყო ეგეთი კაფე, გადიოდა იმითი პრიჩალივით იყო და იქ ვიკრიბებოდით ხოლმე ხშირად, მე გემები ჩამოდიოდნენ ხოლმე სოხუმში და ავდიოდით ხოლმე ამ გემებზე, რა თქმა უნდა არ მივყვებოდით, მაგრამ სანამ ეს გემი იდგა, ეს იყო ხოლმე რაღაც რიტუალი,
სულ ყველა თელი სამეგობრო ქართველები აფხაზები ავდიოდით ხოლმე ამ გებზე, იქიდან ჩამოდიოდით ხოლმე, ვაგზელებდით, ხან გულრიფში გადავდიოდით. მე ბრუნდებოდ ხან კინთხში. ნუ ადგილი არ არის აფხაზეთი, რომელთანაც გახსენება არ მქონდეს. ეგეთი რამე არასდროს არ მახსოვს, რომ ჩვენ სამეგობროში შენ ქართველი ხარ, შენ აფხაზი ხარ, ეს რაღაცა არ მახსოვს ერთხელ მაინც ყოფილიყოს ეგეთი რამე ჩვენს ურთიერთობაში რა, იმიტომ რომ ერთნი ვიყავით, ეს იგივეა რომ ჩახვიდე და გურულს უთხარ, შენ გურული ხარ, მე ქართველი ან შენ მეგრელი ხარ და მე იმერელი, ერთი ქვეყანა ვართ. ისტორიულად მოვდივართ ერთად, ჩვენი ინიციატივით მოსახლეობის და ხალხის კულტურული ხიდები უნდა გაიდო, უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს ჩვენ შორის, მით უმეტეს ამას გვაძლევს ახალი სივრცეები ვირტუალური, რომელსაც ვერანაირად ვერ ჩაუკეტავენ გზას და მეტი ურთიერთობა, მეტი გზავნილი და მე მაგალითად მინდა რომ ცადო და გავაკეთო ერთი კონცერტი. და აფხაზური ხალხური სიმღერები შევასრულო ინტერპრეტაციით ჩემ ბენდთან ერთად. არ ვიცი ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ იქიდანაც არის მზაობა, რომ სიფთხილეც არის იქიდან მხრიდან, რომ რამე პროვოკაცია არ მოხდეს. ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია გავაკეთო ეგეთი იდეა მაქვს, რომ ჩვენ ეგრეთ წოდებულ საზღვართან მივიდე, არ ვთვლი მე იმას საზღვრად და იქიდან მხრიდან ჩვენი აფხაზი მეგობრები იმღერებენ და აქედან ჩვენ აკომპანიმენტს გავუკეთებთ, რაც ჩვენი ხიდი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ჯერ მარტო ქართული მხრიდან, როდესაც ეს ცგ-პატიდის პროგრამა იყო და ძალიან ბევრი აფხაზისთვის გზა იყო ხსნილი საქართველოში სამკურნალოდ ჩამოსასვლელად. უმნიშვნელოვანესი რამ იყო და სწორედ ის ბიჭები, ვინ ჩამოდიოდნენ, ზოგი ჩემი თაობის იყო, ვისაც მე ვიცნობდი და ერთად ვიჯექით და საზღვარზე რო გადმოვდიოდითო, არ ვიცოდით რა შეგვხდება და სიყვარულის და სითბოს გარდა არაფერი არ შეგვხედრია არც საზღვარზე და არც საქართველოში შემოსვლის დროს და მით უმეტეს ჩვენ მასპინძლობდით აქ და ზუსტად ეს ხო არ იყო რომ მარტო ჩვენ ჩავდიოდით აფხაზეთში, ისინი ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან თბილისში და ეს იყო გაცვლითი მეგობრობა, ხო ჩვენი ისინი აქ და აქ ჩამოსვლისა და ზუსტად ისე მივიღეთ, როგორც ვიღებდით ამ აწლეულების უკან და იმათაც აქვს ნოსტალგია ამ ურთიერთობების. და სწორედ ეგ არის, რომ თაობები, სანამ იქაც ის თაობებია, რომელთაც ახსოვს ეს ურთიერთობები, როგორც ჩვენი მხრიდან. და იმ ოჯახებში ზიზდებიან ის შვილები და იგივე რა პრობლემასაც ვხედავ აქ ჩვენ შვილების, რომელთაც არ აქვს სრულიად საქართველოს ნანახი, აუცილებელია ეს იმ დროში მოხდეს, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ. მაქვს ინფორმაცია, რომ აი ამ პერიოდში, რაც ჩვენ ერთად არა ვართ, საკმაოდ გადაფასებები მოხდა ამ ყველაფრის და ზუსტად ისეთივე ტკივილია, არა მარტო იმ დარჩენილ ქართველებში, ვინც იქ ცხოვრობენ, იმ აფხაზებშიაც, ვინც საღად აზროვნებს. და მე მინდა მათ შეუთვალო, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს. ჩვენ მწუხვართ იმაზე, რაც მოხდა. ჯერ გულები უნდა გაერთიანდნენ, რომ მე საერთოდ გაერთიანებაზე ვილაპარაკოთ. ტკივილი გვაქვს ქართველებს და აფხაზს ერთი, ყველამ ერთად დავებრუნოთ საყვარელი აფხაზეთი. კი, ეს აქვე დაიწერა და მინდა რომ პლუს უთხრა პოლიტიკურ არეალს და სივრცეს. მე მგონი აფხაზეთის სიტყვიდან და სამაჩაბლოს სიტყვიდან უნდა იწყებოდეს ყოველი დილა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მერე დანარჩენი ყველაფერი ტერიტორიული მთლიანობა, დაბრუნება ერთმანეთთან ჩვენი მეგობრ აფხაზების და ქართველების ეს არის პირველი რაც საქართველოს ჭირდება. და ვინც ჩვენთან მეგობრობას აპირებს, ესეც უნდა გაითავისოს. ამით ჩვენი გადაცემა დასრულდა. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით.